გამარჯობა. ისევ და ისევ საბინაო ფონდი და ორი ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობა. ერთი მხრივ ძალიან ბევრი დეველოპერი აშენებს ახალ კორპუსს, მეორე მხრივ ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს ბინას და მესამე მხრივ ადამიანებს მაინც არ ყოფნით ბინები. რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას? არ აქვს მნიშვნელობა კომპანია რამდენად სახელგანთქმულია, რამდენად ცნობილია, ნებისმიერ სამშენებლო კომპანია შეიძლება შეექმნას ისეთი ფინანსური პრობლემები, რომლის გადაულახაობის შემთხვევაშიც თქვენ დარჩებით ბინის გარეშე და თქვენს მიერ გადახდილი თანხები მიემართება დანიშნულებისამებრ. მაგრამ თქვენ ამით ვერ იხერხებთ. ახლა საქმეზე რო გადავიდეთ. ძირითადად დეველოპერები მოქმედებენ ასე. იღებენ ნებართვებს, ათანხმებენ პროექტებს, შემდეგ უკვე ბანკთან იწყებენ თანამშრომლობას, ბანკის იპოთეკით თვირთავენ მომავალში ასაშენებელ მთლიან კორპუსს, შემდეგ მშენებლობის მსვლელობასთან ერთად, როდესაც გააკეთებენ განშლას მედიაში და ინდივიდუალურ ბინას მიენიჭება საკადასტრო კოდი, უკვე ამ ინდივიდუალურ ბინებზე გადმოდის საბანკო იპოთეკა და გამოდის ისე, რომ მე რომ დღეს შევიძინე ბინა, ამ ბინას უკვე ადევს ბანკის იპოთეკა. მას შემდეგ რაც მე ამ ბინის სრულ გადასახადს გადავიხდი, სამშენებლო კომპანია მიშუამდგომლებს ბანკთან და ბანკი გამომითავისუფლებს აი ამ ჩემს ბინას სამშენებლო კომპანიის იპოთეკისგან და მე დიდი ალბათობით უკვე ჩემი იპოთეკა გავრცელდება, იმიტომ რომ უმეტესად ხალხი იპოთეკით ყიდულობს ბინას. აი ამ მონაკვეთში, ვიდრე ჩემზე გაფორმდება ბინა და ჩემი იპოთეკა დაედება, ყველაზე სახიფათო მონაკვეთია და ყველაზე ცუდი რაღაცეები შეიძლება მოხდეს აი ამ მონაკვეთში. ეს რას ნიშნავს ახლა ეს? როდესაც დეველოპერი გთავაზობთ ბინის შეძენას, აუცილებლად აფორმებთ ხელშეკრულებას, მაგრამ კი, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არიან კეთილსინდისიერი დეველოპერები, რამდენიმე მათგანი, ასე ვთქვათ, სახელობითად ვიცი კიდეც, რომ თვითონვე უზრუნველყოფენ ამას სრული კანონის დაცვით, როგორც წესია, თვითონვე გიწერენ ხელშეკრულებაში რა პასუხისმგებლობას იტვირთავენ თუ ვადებს გადაგიცელენ, თვითონვე გეუბნებიან, რომ ეს წინარე ნასყიდობა, ანუ ეს განვადებას რო გიკეთებენ, ჯერ შიდას და მერე თუნდაც საბანკოს, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის თქვენ სახელზე გადმოსული ბინა. აი ამ წინარე ნასყიდობას რომ სჭირდება საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, სადაც თქვენ ბინის მესაკუთრე ჯერ კიდევ იქნება კომპანია, ვიდრე სრულად არ გადაიხდით გადასახადს, თუმცა იქვე იქნება ჩანართი გაკეთებული, რომ მომავალი შემძენი, ესე იგი მომავალი მესაკუთრე ბინის ხართ თქვენ. ეს რას ნიშნავს ახლა და რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი? დაუშვათ თქვენ შეიძინეთ კომპანიაში ბინა, გინდათ შეძენა, რომელზეც უნდა შეამოწმოთ ამონაწილი საჯარო რეესტრში. შეხვედით საჯარო რეესტრში და ნახულობთ, რომ მე კახა ჩიდრაშვილი ვარ ამ ბინის მომავალი შემძენი. თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ ამ ბინის შეძენა თქვენ იდეაში არ შეგიძლიათ. ან თუ შეგიძლიათ, მაშინ ჯერ ვიდრე თქვენს ოფლით მოპოვებულ თანხებს გადაურიცხავდით ვიღაც კომპანიას, მანამდე მოითხოვდით იმას, რომ ამონაწილი გაესუფთავებინა და ეს ვიღაცა კახა ჩიდრაშვილი მე წაიშალა ამონაწერიდან როგორც მომავალი შემძენი და გაერკვეოდით სიტუაციაში, რომ ოდესღაც მე მინდოდა შეძენა, რომ ვერ გადავიხადე, ჩვენ შორის რაღაცა ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მე შეწყდა და დღეის მდგომარეობით ბინა თავისუფალია და ისევ მზად არის სარეალიზაციოდ. მაგრამ ზოგიერთი კომპანია გთავაზობთ ხელშეკრულებას, სადაც თქვენ გევალებათ გადაიხადოთ თანხა, გადაიხადოთ რაღაც კონკრეტული გრაფიკით და ეს ხელშეკრულება არსად არ რეგისტრირდება.
ასეთი შემთხვევა არაერთი მაქვს ახლა ზუსტად მიმდინარე პერიოდში წამომეწია ერთი ესეთი საქმე და მოკლედ სტანდარტულად თუ შეიძლება ამას სტანდარტი დავარქვათ, ხდება ესეთი სიტუაცია. თქვენ ყიდულობთ ბინას მშენებარე კორპუსში, ხელშეკრულებაში გიწერიათ ვადები, გიწერიათ გადასახადის ოდენობა, მთლიანი თანხა და ბევრი დეტალი წერია, მაგრამ როდესაც ამ ხელშეკრულებას აფორმებთ, ეს ხელშეკრულება აღარ მიდის საჯარო რეესტრში. აქ შეიძლება გითხრან, რომ ჯერ განშლა არ არის გაკეთებული, რომ ჯერ ბინის ღირებულების 30% უნდა გადაიხადოთ და მაგის შემდეგ დარეგისტრირდებით. ნებისმიერ შემთხვევაში შინაურულად რო გითხრათ, ჰაერში ხართ. და რატომ? ეს ბინა რო აშენდება, ვიღაცა მესამე პირს, პირობითად მე ისევ გახაჩიდრაშვილს, რომ მომინდეს ამ ბინის შეძენა, შევიდეს საჯარო რეესტრში, გადავამოწმო და ვერ დავინახავ იქ ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ამ ბინის მომავალი შემძენი ხართ თქვენ, არანაირი ბერკეტი და შემაფერხებელი გარემოება არ მექნება მე იმისთვის, რომ თავი შევიკავო ამ ბინის შეძენისგან. მეორე მხრივ, თუ თქვენსა და კომპანიას შორის დაიძაბა ურთიერთობა, ამაზეც გეტყვით რა შეიძლება მოხდეს. თუ დაიძაბა ურთიერთობა და კომპანიამ გადაწყვიტა ბინის რეალიზაცია, ან გამოუჩნდა მყიდველი, ჩემი სახით, კომპანია აღარ გააგრძელებს თქვენთან დავითარებას და უბრალოდ გაყიდის ამ ბინას. თქვენ მიერ გადახდილ თანხას საუკეთესო შემთხვევაში ნაწილს დაგიბრუნებთ და გეტყვით, რომ ბინა გასხვისდა. ცუდ შემთხვევაში საერთოდ არაფერს არ დაგიბრუნებთ. ეხლა რა ცუდი სცენარები შეიძლება მოხდეს, ხო? პირველი ის შეიძლება მოხდეს, რომ რომელიმე დეველოპერმა გადაწყვიტა, რაც საქართველოს საკმაოდ ხშირია ხოლმე, ერთი ბინიდან გამდიდრება და ერთი ბინა გაყიდა 10 ადამიანზე, რომელთაგან არც ერთი არ არის მომავალ შემძენად რეგისტრირებული. და რას იზავთ? კი ბატონო, დაიწყება სისხლისამართლის გამოძიება, კი ბატონო, დაიჭერენ თუ ვერ მოასწრო საზღვარზე გასვლა, მაგრამ ჩვენ ხო ვიღაცა დაჭერა არ გვინდა, ჩვენ გვინდა ჩვენი ბინა ან ჩვენი ფული. და უკეთეს შემთხვევაში ჩვენი ბინა, რომელსაც მოგცემენ ჩვენ მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ. ჩვენი მიზანი ხო ეს არის, ბინის შეძენისას. ამიტომ ვიღაცის თაღლითობა, ვიღაცის არაკომპეტენტურობა, ვიღაცის შეცდომები, ვიღაცის ფინანსური გაუთვლელობა შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. ამიტომ, როდესაც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას გააფორმებთ კომპანიასთან, აუცილებლად მოიძიეთ იქვე მუხლი და თუ მუხლი არ არის, იქვე მოსთხოვეთ კომპანიას, რომ ეს ხელშეკრულება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. თუ გეტყვით, რომ აი ხვალზე ეგ ერთ კვირაში, მაშინ მოითხოვეთ და მოიძიეთ იმავე ხელშეკრულებაში ჩანაწერი, რომ ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ მარტოს, რაც რეალობაში არ გამოვა, მაგრამ ამით კომპანიას აჩვენებთ, რომ ამის გარეშე არ გინდათ. მესმის, რომ ბინებზე დაციაობაა, მესმის, რომ ერთი ამბავია, მესმის, რომ ყველა სიჩქარება, მესმის, რომ ხელოვნურად თუ საფუძვლიანად ყოველდღე ძვირდება, იაფდება, მაგრამ სჯობს რომელიმე ბინა არ შევიძინოთ და ჩვენი ფული ჩვენთან დარჩეს, ვიდრე შევიძინოთ ბინა და დიდი ალბათობით შეიძლება ეს ბინა ჩვენი აღარ იყოს. სხვა რა პრობლემა შეიძლება იჩინოს თავი. ერთ-ერთი ახლა მაგალითად მიმდინარე საქმის ხელშეკრულებას წერია ესეთი რაღაცა, რომ რომელიმე გარემოება კომპანიას 2025 წლის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა ბინის კორპუსის მშენებლობა. ვადა გადადო. პირველ ხელშეკრულებაში ეწერა სანქცია თავის მიერ ვადის დარღვევაზე. იყო გადახდილი, ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუმცა ეს წინარე ნასყიდობა არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ახლა, როდესაც ჩემს მეგობარს მივანიშნე, რომ დავუთხარი, რომ რეგისტრაცია იყო აუცილებელი და მან მოითხოვა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, კომპანიამ გამოაგზავნა ახალი ხელშეკრულების პროექტი
კიდევ ერთხელ ითხოვა ვადის გადაწევა 25 წლის ნაცვლად უნდა ჯერ პირველი ცვლილება განახორციელეს 26 წლის ივნისამდე, თუმცა ივნისშიც ვერ აბარებენ, ამიტომ მოითხოვეს 27 წლის ბოლომდე. აი ამ ახალ ხელშეკრულებაში უკვე ჯარიმა ვადის დარღვევაზე კომპანიას აღარ ეკისრება. და იმის სამოტივაციოდ, რომ ამ ჩემს მეგობარს ბინის შემძენს მოაწერიონ ხელი, სთავაზობენ საჯარო რეესტრში მომავალ შემძენად რეგისტრაციას. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? გეტყვით შემდეგ ვიდეოში.